საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ანაკლის გვერდით 2 წელიწადში თურმე აშენდება ახალი ქალაქი. ისე გამახარა ამ ამბავ, რომ კიდევ სიხარულისგან მოვდი, კაცო. კიდევ კარგი ის 100 უფასო საავადმყოფო უკვე აშენებულია და იქ გადავიყვანეს, თორე ხო ამოვზრებოდა კაცო სიხარულისგან სული. ეროსის თავზე ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსს კითხულობდნენ და ის კიდევ ამბობს, გამიშვით კაცო მაესტროელები გარბიანო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაყვა. მოგეხსენებათ მაესტროს თავზე ერთი წისფილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ ეროსის და მისი 12 მოციქულის ყველანაირი ბზაგრული ხრიკი ვიგებთ. ახლა რა შემეხება მე ხელთ ჩამიგდეს და ესე იგი გაურკვეველი ჯურის ადამიანებმა ჩამიგდეს, ისინი გაბუთნებით წემენ და მაიძულებენ ყოველ დღე ღამის 11 საათზე წავიყვანო ეს გადაცემა და გავამხიარულო ისინი. მაშასე დავიწყეთ. ხო თავისუფალი მედიისა და მცოცავი მენეჯმენტის მოყვარული ეროსი კიძმარიშვილი ახალი ბრალდებების წინაშე აღმოჩნდა. მაესტროს ერთ-ერთი მესაკუთრე მაკა ასათიანი ეროსის $500,000 მითვისებაში ადანაშაულებს. აღმოჩნდა, რომ ეროსი კიძმარიშვილს სისტემურად დროის გარკვეულ მონაკვეთში ინვესტირებული თანხების გაბერვით მოპარული ჰქონდა დაახლოებით $500,000-ზე მეტი ოდენობის თანხა, რაც მან დაუყოვნებლივ აღიარა და შეპირდა დამფუძნებლებს, რომ კონკრეტულად მაკა ასათიანს რომ ამ თანხებს დააბრუნებდა უახლოეს მომავალში. ამ საუბარს ესწრებოდა მაკა ასათიანის მეუღლე კოტე გოგელიაც, რომელმაც შეიტყო მოპარული თანხების თაობაზე დაუყოვნებლივ მოითხოვა მისი დაბრუნება. ეროსი კიძმარიშვილი სისტემატურად პირდებოდა დამფუძნებლებს, რომ ის მოიტანდა ამ თანხებს, თუმცა უშედეგოდ. იმის ნაცვლად, რომ ეროსი კიძმარიშვილს დაებრუნებინა ეს თანხები, ან მოეხმარებინა ტელეკომპანია მაესტროსთვის, მან განაცხადა, რომ საჭიროა ტელეკომპანიაში შტატების შემცირება და ეგრეთ წოდებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება. ხედავთ რა აწყობილი საქმე გქონია ბატონ ეროსის. მაესტროს ერთი მესაკუთრისგან წამოუღია ფული, მეორე მესაკუთრისგან თან გზაში გვარიანი თანხა გადაუგდია ჯიბეში და ახლა გვედავება კაცო, რა ცუდი ჯიბეები გაქვთ. ერთიდან ამოღება გამიჭირდა და მეორეში კიდევ ჩადებაო. ისე ეროსიმ რომ მაესტროსთვის განკუთილი ფულიდან $500,000 მიითვისა, ეხლა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეროსი ობიექტური მედიის შექმნას არ ცდილობდა. ხო, უბრალოდ ეროსი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ჟურნალისტი რაც უფრო ღარიბია, მით უფრო ახლოს არის ტკივილთან და მით უფრო მიუკერძოებელი. თორემ აბა ეხლა მაცხარი ჟურნალისტის ობიექტურობა ეხლა ვის გაუგია კაცო. და ეხლა პრინციპში მაინც ეხლა რა მოხდა თუ მაესტროში არ მოიტანა ეგ ფული კაცო. სამაგიეროდ აიღო და მაგ ფულით საქართველოში აღკვეთა შავკანიანთა სეგრეგაცია. დაარსა არტურ კონან დოილის შემოქმედების კვლევის ქართული სკოლა. დააფინანსა სელექციური სამუშაოები და მცენარეთა შერჩევის გზით მიიღო ვაშლის ახალი ჯიში. გირვანკა ნახევრიანი ანტონოვკა. ასევე ჩვენ რომ გვეგონა საქართველოს დახმარებას ჯორჯ სოროსი უწევდა, მაგრამ ეს ადამიანი რეალურად ბიძინა ივანიშვილი იყო სინამდვილეში. არც ერთი იყო სოროსი და არც მეორე ბიძინა. ეს ეროსი კიძმარიშვილი იყო, რომელსაც საქართველოს დღემდე შეინახა და მოიყვანა. როიტერის არალეგალურად ჩამთვლელმა ეროსი კიძმარიშვილმა საკუთარ ტელემაყურებელს, ანუ ირაკლი ოქრუაშვილს უკვე ჩააბარა საკუთარი ორდღიანი მუშაობის შედეგები და საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს-ნიუსის მეშვეობით შემდეგი სიტყვების შემოგვიყვანა. მე შეგპირდით, რომ ჩავთავდი და ჩავდე სიტყვას ვასრულებ განსხვავებით სხვა ადამიანებისგან. პირველად იყო სიტყვა. სიტყვა იყო ეროსთან და გავიდა. და რა გინდა ეხლა ძმაო, რა არ არის სიტყვის კაცი? არ არის? და დაგპირდათ ეხლა რამე და არ აგისკულათ კაცო? ხო. და ისა და მრისხანების დღე, ხო. ეგ ძმაო არ ითვლებ, ხო. მაგდეს უბრალოდ ბოლო მომენტში 3 მილიონი განრისხებული კარტელი, 10 ტანკი და პარიზელი გმირი ვეღარ გაჩნდა, ხო. თორემ თვითონ რა შეცვლის გააკეთა. თელი დღე აულაბრის მეტროსთან იდგა განრისხებული სახით და სააკაშვილს ლანძღავდა. ხო. ის დაგპირდა ქართული პარტიის 50,000 აქტიურ ხარდამჭერს და ნათელ მომავალს, ხო. აქაც რაღაცა გაურკვევლობა მოხდა. მაგრამ ეს მერაბიშვილი რომ არის, ხო იცით კაცო? ვაიმე ეგ თურმე ვინ ყოფილა? დააშინა ქართული პარტიის იდეური მხარდამჭერები და ვერც ესე იგი ნათელი მომავალი ვერ მოვიდა შესაბამისად.
სამაგიეროდ ბოლოს დავყვით და მაესტროელებს გადმოგიხდებით, გამოკრეთ ყველას და თქვენს ნასაკლაზე როიტერს გავუქრებო და შეგვისულა კიდევაც. მოკლედ რა სიტყვის კაცია კაცო ეს კაცი. უბრალოდ აღმშენებლობა არ გამოსდის თორემ დაწიოკება და დარბება იცოცხლე კაცო. პირდაპირ ესე იგი მისი პროფილი არის, მაგრამ აი სიტყვაზე გამახსენდა კაცო. ეროს და ისა სიტყვა და საქმეს ხომ არ გადახედავდი. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ზეიმობს. არ ჯერა და აქ ჩემი მაღალი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ანაკლის გაგრძელებაზე, ანაკლიასა და ყულებს შორის დავაფუძნოთ ახალი დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქვევთ ლაზიკას. ეს იქნება დიდი ქალაქი, იმიტომ რომ ჩემი ვარაუდით 10 წელიწადში აქ იქნება მინიმუმ 9 მილიონი მაცხოვრებელი და ეს იქნება სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი, საქართველოს დედაქალაქის თბილისის შემდეგ და იქნება მთავარი სავაჭრო, კომერციული და ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოს და მთავარი ცენტრი ჩვენი შავ ზღვაზე და ასევე საქართველოსთვის. შეიძლება. ახალი ქალაქი ყველაზე მაგარი. 9 მილიონი მოქალაქე, ყველაზე მაგარი ინფრასტრუქტურა. კარგი. საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი ნამდვილად კარგი ინიციატივაა. რა თქმა უნდა, მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს, მაგრამ აი, ისა 500,000 მაცხოვრებელი, რომელიც ამ ქალაქში უნდა ჩავასახოთ ახლა. სად უნდა ვიშო? მაგრამ პრინციპში ახლა ეგ ჩემ მაღალს არ შეეშლება. ჩვენ უკვე გვაქვს ერთი ყველაზე მაგარი ქალაქი წეროვანში, რომლის დაარსებაში ჩემს მაღალს ლომის წვლილი მიუძღვის, მაგრამ მაღალმა გადაწყვიტა კიდევ დაარსოს ასეთი ქალაქი. და ეხლა არ დაიწყოთ ის გულის გამამწვრილებელი ეხლა კრიტიკა და ვაიმიში ეხლა. ამ ხელა პროექტს ეყრება საძირკველი და რამდენიმე ათეული სოფლის და რამდენიმე ასეული ჰექტარი მიწის დაკარგვა რა გაგიერთათ კაც. მაინც ქალაქში გამორბის ხალხი სოფლიდან. და ისა არა მიხნავს იმ მიწებს. ასეთი მოკლილი ხერხებითა და დაჩხერებული ტემპებით მიმდინარეობს ურბანიზაციის პროცესი. ქალაქში ეხლა სხვადასხვის ღარიბებიც უნდა ცხოვრობდნენ, ხო? ხო, უნდა ცხოვრობდნენ. ამიტომ ჩემი მაღალი ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას ლაზიკის გარეუბნებში ჩაასაქმებს და სრულყოფილი ქალაქიც აშენდება. მაგრამ ლეგენდაც ხომ ჭირდება ეხლა ქალაქის დაარსებას. ხო და ლეგენდაც მზად არის. ერთხელ ჩემი მაღალი შავი ზღვის სპილეთს სტუმრობთ. იბანავა და ნაპირზე ისვენებთ. ამ დროს ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის მოსახლეობამ გაიგო, რომ ჩვენი პრეზიდენტი ზღვაზე მევიბროსო და შეცვლიდნენ ზღვაში. ერთი მანდილოსანი ზღვამ შტანდგა. ჩემმა მაღალმა არც აცია და არც აცხოვა და თქვა, ადგილი მართლაც რომ კარგია. აქ ქალაქი გაშენდებაო და ეხლა ჰეკლას დიეთ ეხლა. ახლა აბების ეთერში რეკლამაციდის მიღების დრო. რეკლამაციდი ჩვენს ეთერში. სულ მალე გვექნება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ყველაზე მზიანი, ყველაზე მაგარი და ყველაზე ფსევდო ქალაქი. პრეზიდენტი მლესავი და ჩემი მაღალი საუკუნის პროექტს შეეჭიდა. ეჭიდავა და სანამ იპონზე არ დადეს, არ შეეშვა. რა სულ დიდ პროექტებს ეჭიდავება ეს კაცი? მოსკოვიდან გავიდა და არსად მისულა ამერიკული ჯიშის $500,000. მისი დამახასიათებელი ნიშნებია ბენჟამინ ფრანკლინის ფოტოსურათი, თეთრი სახლის ხედი და სასიამოვნო მომწვანო ფერი. 500,000 და მეკარგა მწვანე პერანგა. ჩემმა დიდმა მოსამართლე და მოწყალე მორჭმულმა გამგებიანმა და უხმა მაღალმა კიდევ ერთი კეთილი და საღმრთო საქმე ჩაიდიდა და საერთაშორისო ასპარეზეთს უფრო აიწია, როგორც ჩვენი წინაპრები იყოდნენ, მარკა. საქართველო ეხლა არის ძალიან კარგ ფორმაში. თელ სოფლიოში საკრედიტო რეიტინგი მოდის ქვემოთ. საქართველო იყო ერთადერთი არანავთობწარმოებელი ქვეყანა, რომლის საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა, ესე იგი აქ შესაძლოა რომ აქ ჩაიდოს ინვესტიციები. ჩვენ ვართ სოფლიოს პირველი მებრძოლი კორუფციასთან, ყველანაირი გამოკვლევებით. ჩვენ ვართ სოფლიოს პირველი ეკონომიკური რეფორმატორი, სოფლიო ბანკის თანახმად. ჩვენ გვაქვს ყავს მეორე ყველაზე ეფექტური აპარატი სოფლიოში, ადმინისტრაციული აპარატი ახალი ზელანდიის შემდეგ. აჰა, ესეც ჩვენი დაზოგილი 60 მილიონი და ამასთანავე კეთილი საქმე და მოხუცი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ახლა კი ჩემმა
ხელისუფლებამ 70 მილიონი შეუძლია რომ ესე იგი პენსიები $100-მდე გაზარდოს. გააკეთებს სახელმწიფო დაზღვევას, ყოველთვის ხელმისაწვდომს გახდის უფასო უმაღლესი განათლების მიღებას. დაამთავრებს 100 უფასო საავადმყოფოს მშენებლობას. საარსებო მინიმუმს აიყვანს 500 ლარამდე. საახალწლოდ ხულიო ეგლესიას დაუმატებს თინა ტერნერს და რომინა პაუერს. და ესეთ კონცერტი იქნება და ესე დარჩენილი მილიონებით კიდე აშენებს ახალ მეგაპოლის ლაზიკას. აი რას სარგებლობა მოგცა ორმა ცალმა ებრაელმა. ზუსტად ამ დიდი სარგებლის შემდეგ ჩემმა სულ გრძელმა მაღალმა ორივე ბიზნესმენი უპირობოდ შეიწყალა და ნიკოლა სარკოზისგან განსხვავებით მშვიდობიანი ფრენაც უსურვა. ისე კაცო, ჩემო მაღალო თუ ასე ერთ წელიწადში აპირებდი მაგრამ საბრალო ხალხის შეწყალებას. ამდენი რაღაცა არწვერე კაცო. ანის ღორები რა დაგიშავე ღორება კაცო. ყოველდღურად რომ კლავდით და ამ აკრძალულ თაფლას უკებს რომ ტენიდით პირში საბრალო ტურს აღებს, ხო? ანის ინფარქტი რაღაც საჭირო იყო კაცო. მაგრამ ჩემი מחვილი გონების საშუალებით მგონი ხვდები რაშიც უნდა იყოს საქმე. ალბათ მსოფლიო ბანკმა ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მსოფლიო შეწყალების ათეულში ვერ შევიდა და ამ დიდი საქმით, ესე იგი დამიკვიდრეთ საპატიო ადგილი. კარგია, მართლა ძალიან კარგია, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იწყალებს ქართველ თუსაღებს, ებრაელ თუსაღებს, შავკანიანებს, ჩინელებს და ასე შემდეგ, მაგრამ ისა მაღალო ერთი რამ მინდა გითხრა კაცო. აი ჩვენ შეწყალებას როდის გააპირებ კაცო? ქართველიერი როდის უნდა შეიწყალო, შეიბრალო და გაალაგო. იფიქრე შემეკლა ამ თემასთან დაკავშირებით და მაინც რომ არ დაგავიწყდეს, მე ყოველდღიურად შეგახსენებ ხოლმე, ხო? თუ მაინც და მაინც ეხლა არ გესიამონება ჩემი შეხსენებები, მაშინ მოდი და ჩემს მიერ შენს შეწყალებაზე დავიწყოთ მოლაპარაკება, უბრალოდ ზუსტად იმ პირობებით, როგორც ებრაელებთან აწარმოე და მეც უპირობოდ შეგიწყალებ. მოდი მაგალო, მოდი მომეცი შენი შეწყალების საშუალება, მომეცი. ტრადიციას არც დღეს დავარღვევ და აბების ეთერის დასასრულს 5 პოლიტიკურ აპს შემოგთავაზებთ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. აქ არის ძალიან დიდი განვითარება მესტიაში და სვანეთში და ეს არის ზუსტად გზაზე მესტიაში და ამიტომ ძალიან ბევრი ტურისტი აქ იქნება და აქედან ივლისით იმის გათვალისწინებით შავი ზღვისპირეთი ვითარდება. ზუგდიდი ამ ნახრივ არ მხოლოდ შეიცენს თავის ფუნქციას, არამედ მე მიმაჩნია რომ ზუგდიდს ეკნება ზუგდიდში იქნება უბრალოდ ძალიან საამაყო სიცხოვრება და ძალიან კომფორტული. მეოთხე ადგილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტის უმთავრესი შედეგი გახლავთ ამ ქვეყნიდან განხორციელებული ვარდების გადატრიალების 8 წლის თავთან დაკავშირებით ვაშინგტონში პრეზიდენტის რეზიდენცია თეთრ სახლთან ორგანიზებული უპრეცედენტო ეროვნული დაუმორჩილებლობის აქცია მესამე ადგილი. გია გაჩეჩილაძის წილი, რომელსაც ისფლობს ტელეკომპანია მაესტროში და ეს არის 25%, რეალურად არ არის გია გაჩეჩილაძის წილი. ეს არის ეროსი კიწმარიშვილის წილი, რომელიც მას გაფორმებული აქვს გია გაჩეჩილაძეს. მეორე ადგილი. მან ფაქტიურად სრულიად დაბნეულ მდგომარეობაში ყოფილი ჟურნალისტები, თანამშრომლები გაიყვანა ტელევიზიის შენობის გარეთ, გაიტაცა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა, პირდაპირ მნიშვნელობით მან გამოაცხადა, რომ პროვოკაცია არ მოუწყონ ჟურნალისტებს, აიღეს აპარატურა. რამდენად უნდა წაიღო ტელევიზიის აპარატურა ტერიტორიის გარეთ. პირველი ადგილი. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ანაკლის გაგრძელებაზე ანაკლიასა და ყულებს შორის დავაფუძნოთ ახალი დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქვევთ ლაზიკას. ეს გახდა გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. და ამათგან. ხო, ნუ მიიღებთ სხვა აბებს.